საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერეს. Ამ სპორტული ღონისძიებისთვის თბილისში თანამედროვე სტანდარტების კომპლექსები და ინფრასტრუქტურა შენდება და მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მთავრობის მეთაურთან ერთად დღეს ობიექტები სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა მოინახულეს. გამოდის დაახლოებით 59 ქვეყნიდან 7000-მდე სტუმარი, ვიზიტორი, სპორტსმენი და შემდეგ ეს რასთავარია ამ რეგიონს ამ ადგილს მისცემს განვითარების სხვა საშუალებებს, მაშინ რაც დასრულდება ოლიმპიადა, ვინაიდან ეს გახდება რეალურად ახალი თბილისი. ჩვენ ასეთი იდეა გვაქვს, რომ ეს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის მართლა ძალიან საინტერესო, ვინაიდან ეს არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილი, განვითარდება და თბილისს მიეცემა საშუალება, რომ ახალი უბანი განვითარდეს და აშენდეს აქ ამ მართლა საინტერესო ადგილას. დასრულების შემდეგ ეს იქნება ძალიან აქტიური ბაზა, ასე ვთქვათ, ოლიმპიური ქალაქი იქნება, ოლიმპიური ბაზა იქნება. მოამზადებ ჩვენ სპორტსმენებს. ჩართულია ყველა სახელმწიფო შტო, ერთობლივად ხორციელდება პროექტი. მეორე ის, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების შესაბამისი ობიექტები, რაც ასევე აგრეთვე არ ყოფილა საქართველოში და მესამე ის, რომ ჩვენ უმასპინძლებთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც ჩამოდიან 40,000 სპორტსმენი დაახლოებით 10,000-მდე გულშემატკივარი, რაც რა თქმა უნდა ეს დამატებითი შემოსავალია ქვეყნისთვის. აქ იყო რეალურად წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაღრელი და ნაცვლად სამშენებლო ნაგავსაღრელისა თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა კეთდება და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა ხდება ამით. გარდა იმისა, რომ ჩვენ თბილისის მერია წელს მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში და 15 მილიონ დოლარზე მეც დახარჯავს მომდევნო წლისთვის, იმისათვის რომ პროექტი მთლიანად დასრულდეს, ასევე 20 მილიონი ლარი იქნება თბილისის ბიუჯეტში გათვალისწინებული და გვექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა დედაქალაქში, რომელიც მხოლოდ 2015 წლისთვის არ არის გათვლილი. თანხა, რომელიც იდება ამ პროექტებში, რა თქმა უნდა, ქვეყანას რჩება გამართული და ყველა სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანილი ინფრასტრუქტურა და გარდა ამისა, როგორც მინიმუმ 5-ჯერ მეტ მოსავალს მოუტას ეს ქალაქს და ქვეყანას, იმით რომ განვითარდება აი ეს რაიონი და აქ გაყიდული მიწების შემოსავლის მსოფლიო პრაქტიკა. დღესვე ოლიმპიურ სოფელთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ახალი ინფორმაცია გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ დასახლებაში დევნილებისთვის საცხოვრებელის შეძენას გეგმავს. ჩვენ უკვე სოდარ სუბარის უწყება დევნილთა სამინისტრო ახორციელებს მოლაპარაკებებს ჩინელებთან. და ჩვენ ვაპირებთ, რომ 8 კორპუსით შევიძინოთ დევნილებისთვის. ამჟამად მოვართ მოლაპარაკების პროცესში და ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ამ პროცესს. და მას შემდეგ რაც დასრულდება, ჩვენ ამ შეძენილ ბინებს გადავცემთ დევნილებს. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ეს კომპანია არის ძალიან სერიოზული ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის. მათ აქვს სერიოზული საინვესტიციო პროექტები, აპირებენ რამდენიმე 100 მილიონ დოლარის დამატებით ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, რომ მეტი ინვესტიცია იქნება შემოტანილი საქართველოში. და ჩინეთი არის საინტერესო ქვეყანა ჩვენთვის, ასევე მაშინ რა ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმის დაობაზე, რომ განავითაროთ ახალი აბრეშუმის გზის გაფართოების და განვითარების იდეა. ოლიმპიური სოფელის მშენებლობას დათქმულ ვადებში ჩვენ ნამდვილად მოვასწრებთ. მე იმედი მაქვს, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ოლიმპიური სოფელი სტუმრებს მიიღებს.